მომღერალი და ოცნების პროპაგანდისტი ბექა ჩხაიძე კორდზე თავდასხმას შემთხვევის წინა დღეს ოცნების სხვა პროპაგანდისტებთან ერთად აანონსებდა. 6 იulis ვანო თარხნიშვილზე თავდასხმის შემდეგ ჩხაიძემ დაწერა: "იცახი ახლა გამოუვალი მდგომარეობა მხეცკბილ." მოგვიანებით გვიან ღამით მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა. DJ კორდს კართან მოდგა შემოდგომა. წუხელკი ცნობილი გახდა კორდზე თავდასხმის შესახებ. მისი PR მენეჯერის ინფორმაციით, მუსიკოს 4-5 ადამიანი აგინებდა და მოსდევდა. კორდზაიამ კი გაქცევა მოახერხა. 6 თვეა მუქარებს იღებს, ასეთი ცხოვრება გვაქვს ქვეყანაში. წერს მარიამ მაღულარია სოციალურ ქსელში. პუტინს ვუთხარი, თუ უკრაინაში შეხვალთ, მოსკოვს მთლიანად დავბომბავ. გეუბნები, რომ სხვა არჩევანი არ მაქვს მეთქი. მან მითხრა, რომ ჩემი არ სჯეროდა. ამის შესახებ 2024 წლის აუდიო ჩანაწერშია საუბარი, სადაც CNN-ის მტკიცებით, ტრამპი წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დონორებთან შეხვედრისას საუბრობს. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ ღებავენ ატამს პულვერიზატორით. საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას, აღნიშნული ფაქტის საჭიროებს მხისიერ რეაგირებას, რისთვისაც სააგენტომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა. წერს სურსათის ეროვნული სააგენტო. ბათუმში 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობას ცადეს. მომხდარზე აჭარის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა.